ქართული ხალხური ზღაპარი ალალი კაცი. გზაზე ერთი ჭაბუკი მიდიოდა. მიადგა ღელეს, ზედ უნდა გადასულიყო და უცებ დაინახა, რომ წყალს ვაშლი მოჰქონდა. დასწუდა. გაწმინდა და ჩაგბიჭა. მაგრამ მაშინვე შეკრთა. ეს რა ჩავიდინე? ვაშლს პატრონი ეყოლება, მის უნებართოდ არ შემერგება. ახვა ღელეს და მიადგა ვაშლის ბაღს. მებაღეც იქ იყო. ღელეში ერთი ვაშლი ვნახე. ამოვიღე, ჩაუკბიჩე და მერეღა გამახსენდა, რომ ის ჩემი არ იყო. ალბათ შენია. ერთი ლუკმაკი ჩამოვკბიჩე და შევჭამე, მაგრამ ამისთვის ბოდიშს გიხდი. აჰა, წაიღეო. უთხრა ჭაბუკმა მებაღეს. მიუგო მებაღემ. თუ გინდა, ეგ ვაშლი შეგერგოს, ან 2 წელი უნდა მემსახურო, ან ჩემი ქალიშვილი ცოლად შეირთო. ისე იცოდე, ქალიშვილს არც თვალი აქვს, არც ხელი, არც ენა და არც ყურიო. ჭაბუკი დიდხანს ფიქრობდა, რა ეპასუხა მებაღისათვის. ბოლოს უთხრა, 2 წელი შენ სამსახურს მირჩევნია, შენი ქალიშვილი შევირთო. ეტყობა იგი ჩემი ბედიაო. მებაღემ შინ მიიწვია ჭაბუკი. ასვა, აჭამა. შემდეგ ერთი ოთახის კარზე მიუთითა. აქ არის ჩემი ქალიშვილი. შეგიძლია წაიყვანო. ჭაბუკმა კარი გამოაღო, ოთახში შესვლა დააპირა, მაგრამ ელდანაკრავივით უკან დაიხია. მისი საცოლე უთვალო, უხელო, უენო და უყურო უნდა ყოფილიყო. ოთახში კი მზეთუნახავი იჯდა. შედი, ნუ კერიდებაო, გაამხნევა მებაღემ. ვერა, ოთახში ჩემ საცოლეს ვერ ხედავ. იქ მზეთუნახავი ზის. არ მინდა ხელმეორედცოდვა ჩავიდინო და ჩემად მივიჩნიო ის, ვინც ჩემი არაა. ეს ქალი ჩემი ბედი არ გახლავთო. სწორედ ეგ არის შენი ბედიშვილო. უთხრა მებაღემ ჭაბუკს. შენის თანა ალალ კაცისთვის ალალია ასეთი ლამაზი ქალი. ეს მზეთუნახავი ჩემი ქალიშვილია. მის მეტი არავინ გამაჩნია. როცა გითხარი, უთვალო, უხელო, უენო და უყურო ამეთქი, იმას გულისხმობდი, რომ სხვისაზე არაფერზე რჩება თვალი, სხვისას არაფერს ახლებს ხელს, სხვაზე არაფერს იტყვის ავს და ცუცს არაფერს უგდებს ყურს. მე სწორედ შენისთანა ალალ კაცს ვეძებდი, რომ მიმეთხოვებინაო. რაღა ეთქმოდა ჭაბუკს? შეირთო მებაღის მზეთუნახავი ასული და ბედნიერად ცხოვრობდა ძალიან დიდხანს. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო, რათა ახალი ზღაპრები არ გამოტოვოთ.